მოგესალმებით, მე გახლავართ გინეკოლოგი ხათუნა ყიფშიძე და დღეს ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. როდის მივიტანოთ ეჭვი სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე? ზოგადად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები აერთიანებს სხვადასხვა პათოგენით გამოწვეულ იმ ინფექციათა ჯგუფს, რომელიც სქესობრივი კავშირით გადაეცემა. სქესობრივი კავშირით 30-ზე მეტი ბაქტერია, ვირუსი და პარაზიტი გადაეცემა. ყველაზე ხშირი ბაქტერიით გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია სიფილისი, გონორია, ქლამიდიოზი. ვირუსით განპირობებული გადამდებებს შორის ყველაზე ხშირი პაპილომავირუსი, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, მარტივი ჰერპეს ვირუსი, A და B ჰეპატიტის ვირუსებია. ყოველდღიურად 1 მილიონი ადამიანი ავადდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით. ინფექციები გადაეცემა ადამიანის ბიოლოგიური სითხეებით, დედიდან ნაყოფს, ორსულობისას, მშობიარობისას, ძუძუთი კვებისას, სისხლის გადასხმის, არასტერილური ინსტრუმენტების, საზიარო ნემსის, პირადი მოხმარების საგნების გამოყენებით. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებს ძირითადად უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს. ამიტომ ინფიცირებული ადამიანი ხშირად გაუცნობიერებლად ავრცელებს ინფექციას. შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი წყლულები და მეჭეჭები, უსიამოვნო უჩვეულო გამონადენი სასქესო გზებიდან, ტკივილი, წვა და ქავილი გენიტალიების არეში, წვა და ტკივილი შარდვის დროს, გადიდებული და მტკივნეული ლიმფური კვანძები, ცხელება, თვალის ლორწოვანი სანთება, ხახის ლორწოვანი სანთება, ართრიტი და სხვა. სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს აქვს სერიოზული გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ამიტომ ხანგრძლივად მიმდინარე არანამკურნალელი ინფექცია ხშირად უამრავი გართულების მიზეზი ხდება. გართულებებია მენჯის ანთებითი დაავადებები, გართულებები ორსულობისას, საშვილოსნოს გარე ექტოპიური ორსულობა, თვითნებითი აბორტები, ზოგიერთი სიმსივნის ჩამოყალიბება, როგორიც არის პაპილომავირუსთან ასოცირებული საშვილოსნოს ყელის და სწორი ნაწლავის კიბო. არსებობს რამდენიმე გზა, რათა თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ინფიცირების რისკი და ეს გზებია თავდაცვის ბარიერული საშუალებების გამოყენება, ადრეული ვაქცინაცია, საქართველოში ხელმისაწვდომია ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის A და B ჰეპატიტის ვაქცინა, რეგულარული სკლინიკური ლაბორატორიული კვლევების წარმოება. რისკ ფაქტორები, რომელიც ზრდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების რისკს გახლავთ სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება, ანამნეზში არანამკურნალების სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის არსებობა, დიაგნოსტიკა მოიცავს კლინიკური გამოვლინებების შეფასებას, ლაბორატორიული დიაგნოსტიკური კვლევების წარმოებას. ლაბორატორიული კვლევისთვის პათოგენის გამოსავლენად საჭიროა მამაკაცების შემთხვევაში ვენური სისხლის და შარდის ნიმუშის კვლევა, ქალბატონების შემთხვევაში ვენური სისხლის და გენიტალური ნაცხის კვლევა. გარდა PCR დიაგნოსტიკისა, ლაბორატორიული კვლევები მოიცავს სეროლოგიურ კვლევას, ნაცხის მიკროსკოპულ, ბაქტერიოლოგიურ კვლევებს. თუ ბრძანდებით სქესობრივად აქტიური, უსიმპტომო, ან გამოგივლინდათ ნიშნები და სიმპტომები, რომელიც ეშბადებს, არღვევს თქვენი ცხოვრების ხარისხს, ან გეგმავთ ორსულობას, ჩაიტარეთ ლაბორატორიული დიაგნოსტიკური კვლევები, იზრუნეთ საკუთარ და პარტნიორის ჯანმრთელობაზე და რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელი ახალშობილის მიღებაზე. ჯანმრთელობას გისურვებთ.